რუსთაველის ეროვნულ თეატრში 16 დეკემბერს პოეტ ტარიელ ხარხელაურის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით კაცი რომელიც ჰგავდა თავის თავს. საიუბილეო საღამოს თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გადაწყვეტილებით ტარიელ ხარხელაური ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის საპატრიარქო სიგელით დაჯილდოვდა. აღნიშნული სიგელი პოეტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ გადასცა. პატრიცემულო ქალბატონებო და ბატონებო, ნება მომეცით რომ ყველას მოგესალმოთ უდიდესი პატივისცემით, დიდი მოწიწებით. ნება მომეცით უდიდესი პატივისცემით მივესალმო საქართველოს კულტურის მინისტრს, ქალბატონ თინათინ რუხაძეს, მივესალმო ჩვენი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს. მოგესალმოთ ყველას. ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ ყველა თქვენგანის მიმართ გამოვხატო დიდი პატივისცემა. უდიდესი პატივია, რომ საშუალება მაქვს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ვიმყოფებოდი აქ და მისი სახელით მოგესალმოთ ყველას. უდიდესი პატივია, რომ უდიდესი პატივია, რომ ვიმყოფებოდე ბატონი ტარიელ ხარხელაურის გვერდით დღეს ამ საოცარ საღამოზე თქვენთან ერთად და წავიკითხო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის მილოცვის ტექსტი. საქართველოს უწმინდესი პატრიარქი უდიდეს პატივისცემს ბატონ ტარიელ ხარხელაურს. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. თანამედროვე ქართული პოეზიის უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი, დიდი მამულიშვილი, ცისა და მიწის მესაიდუმლე, ბატონი ტარიელ ხარხელაური დაბადების 80 წელთან დაკავშირებით დაჯილდოვდეს საქართველოს საპატრიარქო სიგელით და გამოეცხადოს მადლობა ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, თბილისი 2021 წელი. რუსთაველის თეატრის სცენაზე წარმოდგენილი იყო ტარიელ ხარხელაურის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ეპიზოდები. ღონისძიების ფარგლებში ახალი სიმღერის პრემიერაც შედგა. პოეტ ტარიელ ხარხელაურის ლექსზე შექმნილი სიმღერა ზვიად ბოლქვაძემ წარადგინა. განსაკუთრებულ თარიღს 80 წლის იუბილეს ულოცავ ჩვენი ქვეყნის გამორჩეულ შულს, გამორჩეულ პოეტს ბატონ ტარიელ ხარხელაურს. განსაკუთრებულია მისი პიროვნება, განსაკუთრებულია მისი პოეზია და მახარებს ისიც, რომ მასთან წლების განმავლობაში ახლო ურთიერთობა მაგზა ძალიან მიყვარს. უსურვებ დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და კიდევ ბევრი ლამაზი ნაწარმოების შექმნას. მთელი სულით და გულით, არ ვიცი, ალბათ აფხაზეთის სახელი, სრულიად საქართველოს სახელი ამაყივარ და ბედნიერი საოცარი საღამო შედგა და ბატონი ტარიელი ნამდვილად არის სიმბოლო და განსახიერება. ალბათ მთისა და ბარის, მაგრამ უფრო მთის, რა თქმა უნდა, იმ სინათლის, იმ სიძლიერის, იმ სულიერი სიწმინდის და ზნეობრიობის განსაკუთრებული მაგალითი, რომელიც ასაზრდოებს არა მარტო დღევანდელ ახალგაზრდობას, თაობას, არამედ მომავალ თაობებს და მადლობა მას მისი არსებობისთვის და მისი მოღვაწეობისთვის და მჯერა რომ ჩვენ ასეთ საღამოს სოხუმში ჩავატარებთ და მე მინდა უსურვო მას ეს წარმატება და ბედნიერება. ჩვენ ყოფაში თითქოს სისუფთავე გაქრა, ყველაფერი ღვარჭუჭყმა დასვარა და ერთეული რაღაცა ფიფქივით გადარჩენილია თავის სისუფთავით ტარიელ ხარხელაური, რომელიც დღეს 80 წლის იუბილეს აღნიშნავს რუსთაველის ეროვნულ თეატრში და ჩვენ მონაწილეები კი არა ვართ, ჩვენ ვართ გულშემატკივრები ძია ტარიელის, რომელიც მარტო მაშინ ჩდება, როცა გიჭირს, როგვერზე დაკიდგეს. ჩემთვის ეს კაცი არის რაღაცა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კაცი ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ მე როცა ყველაზე მეტად მიჭირდა, იმანაც ის გზა გაიარა და როგორც ბერკეტი შეგეყუდება, ისე მითხრა როგორ უნდა გამეგზელებინა ცხოვრება. მე დაწერა ლექსი, წერილად გამომიგზავნა. რა ეტაპებს გადის მამა, როცა შვილი მიდის ამ ქვეყნიდან და
ყველაზე მეტად იმ პერიოდში გიჭირს, როცა რაღაცა სახელს ვერ არქმევ. და აი ტარიელ ხარხელაურის ამ ლექსმა რაღაცა თითქოს ყველაფერი თანმიმდევრულად დაალაგა, რომ აი ეს ემოცია ეს არის, ეს დროებითი გაბოროტების რაღაცა ატმოსფერო, რომელსაც უნდა მოერიო, უნდა ფეხზე დადგე, რაღაცა ეტაპები დაალაგა ამ ლექსში, რომელიც ჩემთვის აი გამოცდილი დიდი მაშველი რგოლი იყო. ამიტომ მე უბრალოდ კი არ მიყვარს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მგონია მისი ყოფა, რომ თავისი პოეზიით, თავისი რაღაცა მორალური კოდექსით, რაღაც ნეობრივი თამასით იყოს მაგალითი, რომ ვინმე ხო უნდა იყოს ამ ყოფაში, რომ შულს უთხრა, რომ აი ესეთი გინდა რომ გაიზარდო და აი ესეთი უნდა გამოხვიდე და ეგეთი ძალიან ცოტა დარჩა ჩვენში. და ერთ-ერთი თავისი შემოქმედებითაც და ცხოვრების წესით ბატონი ტარიელია. მთელი გულით და სულით ულოცავ ბატონ ტარიელს 80 წლის იუბილეს. კიდევ მრავალი წელი გვიმყოფოს ღმერთმა და უსურვებ შემოქმედებით წინსვლას. არ ვიცი რა გითხრათ, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ზოგადად რომ ჩემი შემოქმედება რაც მცირედით დაუკავშირდა მის გენიალურ და არაჩვეულებრივ სამყაროს და შემოქმედებას. ძალიან ბედნიერი ვარ რომ არსებობს ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მონოპოლარია და საამაყო ადამიანია. ჩამრთელობას უსურვებ. ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. აქ შეკრებილები ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებაზე საუბრობდნენ და მას საიუბილეო თარიღს ულოცავდნენ. ჩვენ წარვადგინეთ ჩემი უფროსი მეგობრის გენიალური პოეტის ტარიელ ხარხელაურის შემოქმედება რუსთაველის თეატრის სცენაზე და მე მინდა ყველა მონაწილეს გადავხადო მადლობა. ეს არც თუ ისე ცოტანი იყვნენ. პირიქით, ეს ძალიან მასიური იყო და მე ძალიან მიხარია. მე მინდა ბატონ ტარიელს მიულოცო 80 წლის იუბილე და უსურვო ბედნიერება, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე. მე ეს არ მჯერა. ამ კაცს უვრცელებენ 80-ის კი არა, სახსალამათი ახალგაზრდული შემართებით არის. თქვენც იგივეს გირჩევთ, არ დაიჯეროთ, რომ ტარიელი 80 წლისა. მე მინდა უსურვო მას, რომ მისი ლექსი იყოს წინამძღვარი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. პოეზიის ხევის ბერს ტარიელ ხარხელაურს ვილოცავ 80 წლის იუბილეს. დიდი პატივია ჩემთვის, როგორც მისი შვილობილისთვის. ძალიან დიდი პატივია მართლაც გულწრფელად დღეს ამ ღონისძიებაში მონაწილეობა და ანსამბლ უნივერსიტეტის სახელით ბატონ თამაზ მამალაძის ხელმძღვანელობით მადლობას ვუხდით ღონისძიების ორგანიზატორებს, რომ გვაქვს პატივი დღეს სიმღერით დავამშვენოთ დღევანდელი ღონისძიება. მადლობა უფალს რომ ეს სწორი გზით მადარა და აი ამ სცენაზე შედგომის ღირსი გამხადა. ეს ის სცენა, სადაც ყოველთვის გერიდებოდა თვალის გასწორება ამ სცენისთვის. აქ დიდ ხალხს გაუვლია. და თუ დიდი ხალხისადმი ოდნავ იკრძალვა მაინც არა, შენს კალამთან ზდამას არავითარი აზრი არა. დღევანდელი დღე იყო დასტური იმისა, რომ ნაწილი იმ სიყვარულისა, რასაც საზოგადოება შენ გჩუქნის, ღირსი ყოფილ ხარ ამ ნაწილის. თუნდაც მცირედი ნაწილი იყოს, მაინც შენი სიცოცხლის ქმარა. მე მადლობები ვარ იმ ყველას განსაკუთრებით მკითხველის, განსაკუთრებით იმის, ვინც დღეს დარბაზში არ იყო. აი მადლობა იმ სიყვარულისთვის, მე რო წოთისოფლის საზრდო დამიწესეს. და უკვე 60 წელზე მეტია რაც კალამთან ზეხარ. და არ არის იული ასეთ სიყვარულის ზიდოში. არ არის. ამას ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და სულ ხანჯლის პირზე სიარული. შენ ყოველი ნაბიჯი ზობება უფლის თვალით. იზრდება იმ ჩემი შვილის თვალით, რომლის დაბადების დღეს იყო. ის დღეს ჩემთან იყო. ჩემთან იყო და ყოველ ჩემს ნაბიჯს და მოძრაობას აკონტროლებდა.
იმიტომ ის ასეთი კაცი იყო. პოეტი ტარიელ ხარხელაური 1946 წლის 11 დეკემბერს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონიან-თხევში დაიბადა. მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. პირველად მისი ლექსები დაიბეჭდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალში პირველი სხივი, ხოლო პირველი კრებული 2004 წელს გამოვიდა. ტარიელ ხარხელაურს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.